ზუსტად აი ეს ადამიანები, ვინც გითხრეს, რა ვიცი, დაწყებული ნაციონალური მოძრაობის სახეებიდან, ბურჭულაძეები, აქ კიდე კაცები რო დაყვებიან, ესენი არიან FSB, ზუსტად ესენი არიან FSB და არ ვიცი, ხვალ თუ შეძლებთ და თუ ჩვენ შევძლებთ, ქართველი ხალხი თუ შევძლებთ ამ ნაძირლების გარეშე, ამ ხალხის გამწირვალების გარეშე, ჩვენ თუ შევძლებთ და ხვალ მართლა დავორგანიზდებით, ეს იქნება ბოლო შანსი. იმიტომ რომ ამათ გაწირეს ადამიანები, ამათ ზუსტად, როცა ამბობდნენ მშვიდობით, ამათ ჯერ ბავშვებით მოდითო. და ბავშვები აიფარეს როგორც ღაზას სექტორში იფარებენ. და შემდეგ სპონტანურად სხვა გეგმები, სხვა კოორდინაციაში არავისთან არ მოვიდნენ, მათ შორის არც ჩვენს ჯგუფებთან, სხვა მებრძოლებთან არავისთან არ მოვიდნენ კოორდინაციაში, არ გაიკარეს ხალხი. და შემდეგ ზუსტად სპონტანურად შეჭრისკენ პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრისკენ მოუწოდეს. 10 მილიციელი იდგა, ჩემი მეგობარიც იქ იყო, პირველი გაიქცა ის. 10 მილიციელი იყო და 1000-მა კაცმა, იმიტომ რომ თავდაცვის საშუალებები არ ქონათ, 1000-მა კაცმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია 10 მილიციელს. და ეს იყო ჩვეულებრივად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ჩვენ ქართველ ხალხს პატა ბურჭულაძეებმა, ვიღაც პოლიტიკოსებმა, ნაციონალურ მოძრაობამ და დანარჩენმა ნადიმ ხმალაძეებმა კი შეგვისრულეს.